მოგესალმებით, ჩვენ მოგუნდა გადავწყვეტეთ შეგვექმნა აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლისთვის იქნებოდა ერთგვარი იურიდიული ასისტენტი, ანუ გზამკვლევი. ამიტომ აპლიკაციას დავაქვთ Legal Kit. აპლიკაცია ავაწყოთ Image App Inventor-ში. პირველი სკრინისთვის ფოტო დავარეგენერირებთ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და დავუყენებთ შესაბამისი ღილაკები. ამ ღილაკზე დაწყებებისას მომხმარებელს აქვს საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი ენა. ამ ღილაკზე დაწყებებისას კი გადავდივართ შემდეგ გვერდზე, Screen 3-ზე. სადაც მოცემული გვაქვს სამი ღილაკი: რუკა, კანონები და იურისტი. გადავიდეთ ბლოკებში, მათ დავუყენებთ შესაბამისი ბლოკები, რათა შესაძლებელი იყოს შემდეგ გვერდზე გადასვლა. კონტროლის პანელიდან გადმოვიტანე Win Screen 3 ინიციალის დუ, ეს ის კონტროლის პანელიდან გადმოვიტანე და აქ არის მოცემული, როდესაც TNDB იქნება მომხმარე, ენა იყოს ინგლისური და არა ქართული. შემდეგ დავამატე რომ იურისტი გადაიქცეს ლოიერად, კანონები გადაიქცეს ლოუსად, რუკა მეპად. და თუ ეს არ მოხდება, მაშინ იურისტი დარჩევლებრივად იურისტად და ასე შემდეგ. ახლა ისე დავუბრუნდით დიზაინში და დავეჭიროთ შემდეგ ღილაკს რუკაზე დაჭერისას გადავდივართ Screen 21-ზე, სადაც მოცემული არის საქართველოში იუსტიციის სახლების რუკა. გადავიდეთ ბლოკებში. ესეც კონტროლის პანელიდან გადმოვიტანე, სპინერი მაქვს დაყენებული და მაშინ მაქვს ჩამოსული სხვადასხვა ქალაქები, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ასე შემდეგ. აპლიკაციაში დავამონტაჟეთ ღილაკი, რომელზე ხელის დაჭერისასაც ვბრუნდებით ისევ ამ სკრინზე. ახლა შევიდეთ მაგალითად კანონებში. აქ გვიგდებს სხვადასხვა ღილაკს, სადაც სხვადასხვა ინფორმაცია არის მოცემული. მაგალითად, შევიდეთ social assistance-ში. აქ არის მოცემული ინფორმაცია გამარტივებული ენით, რაც შეგვიძლია ყველანაირად შევამოკლოთ, რათა მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო. შემდეგ გაგრძელებაც აქვს. და თითოეულ სკრინზე ასეთი მოკლე ინფორმაციები გვაქვს გამარტივებული ენით. ახლა დავუბრუნდეთ ისევ მთავარ ეკრანზე. აქ ასევე გვაქვს იურისტის ღილაკი, რომელზე ხელის დაჭერისასაც გადავდივართ სკრინზე, სადაც გვაქვს ჩვენ გავისაუბრებთ იურისტს და მისგან მოცემული რეკომენდაციები და ასევე იურისტის ვიდეოც. რაც შეეხება ბლოკებს, ჩავსვით Win Screen Intellis დაბლა არის მოცემული თარგმანები სოციალური დახმარებისას social assistant იქნება და ასე შემდეგ. აქ როდესაც დააჭერს გაგრძელებას, გადადი 15 სკრინზე. სადაც ისევ არის ინფორმაცია და არის ჩასმული ბმული, რომლითაც გადავდივართ ინფორმაციაზე, თამის ბლოკებიც, ჩასმული გვაქვს ბუთონ clicks, set activity starter-ი, დათაური ბმული. ჩვენ გავაკეთეთ ერთგვარი კვიზი, რომელშიც გვაქვს სხვადასხვა კითხვები დასმული სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით და კვიზი ეუბნება რამდენი პროცენტის ეკუთვნის სოციალური დახმარება. მაგალითად, მოცემული არის შემდეგი კითხვები, როგორ არის სტაბილური შემოსავალი, თქვა დიახ. და შემდეგ სხვადასხვა კითხვებია.